წელს რწყვის სეზონზე კახეთის მოსახლეობას ქვემო სამგორის რეაბილიტირებული სარწყავის სისტემა ემსახურება. მისი აღდგენა ახლახანს მოხდა და შედეგად საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 1000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. შპს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რწყვის პროცესს გაეცნო. კახეთის რეგიონი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეგიონს. 20-25 წლის სარწყავს ემწოს საქართველოს მელიორაცია ამ შემთხვევაშიც მომზადებული შეხვდა. ჩვენ ვიმყოფებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სადაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა თითქმის 20 კილომეტრიან საირიგაციო სისტემას. აღნიშნული არხის რეაბილიტაცია დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომლის თანხა შეადგენს 3 მილიონ ლარს. რეაბილიტირებული ფართობი მოემსახურება თითქმის 1000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგი წმინდის 80% მოსახლეობის მეურნეობას ეწევა, რომელიც აქამდე საერთოდ არც არხი არსებობდა და არც არაფერი არ აკეთდებოდა და ვერც არ წავდით და ვერც ვიღებდით მოსავალს. დღესდღეობით გაკეთდა არხები და წავთ მინდვრებს, რაც აუცილებელი არის მცენარისთვის და წყალი მოგვიყვანეს ყველას ოჯახში.